ყურებელს მე ყოველთვის ვცდილობ სურათში დავინახოთ ის მოვლენები, რაც საქართველოში ხდება. ცალკეული კონტექსტიდან ამოგლეჯილი არაფერი არ ხდება არასდროს, რასაც ქართული ოცნება გეგმავს და ახორციელებს, თანმიმდევრულია ყოველთვის მათი პოლიტიკა და ეს თანმიმდევრულობა გამოიხატება ასევე იმ მცირე დეტალებში, რაც შეიძლება ჩვენთვის ერთი მხრივ სასაცილო იყოს, ან წარმოუდგენელი, ან დაუჯერებელი. მაგრამ ბევრი რამე დაუჯერებელი რაც იყო ქართული საზოგადოებისთვის, ოცნების მხრიდან ყველაფერი დასაჯერებელი გახდა იმ ქმედებებით, რასაც ისინი ბოლო 2 წლის მანძილზე განსაკუთრებით მიჰყვებიან. კალაძის თუნდაც ეს უწყინარი გაბაასება, არაჯანსაღი გაბაასება რუს ინფლუენსერთან, მე დარწმუნებული ვარ, არის ამ დიდ სურათში ერთ-ერთი პატარა აგური იმისთვის, რომ ნორმალიზება მოხდეს რუსი ტურისტების, იმისთვის, რომ ნორმალიზება მოხდეს რუსეთთან ურთიერთობების. ჯერ ქართული ოცნება ღიად არ ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, ჯერ ღიად ვერ ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს. მაგრამ რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ყობახიძის განცხადებით, რუსეთის მტრის ხატის ჩამორეცხვის პროცესი აქვს დაწყებული და ეს დაიწყო 8 აგვისტოს, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსები 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეები არ არიან, არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე და ნაციონალური მოძრაობა, ანუ იმ პერიოდის ხელისუფლება, ანუ პასუხისმგებლობას მთლიანად ხსნის რუსეთს. რატომ აკეთებს ახლა ამას? აი, კალაძეზე მითხარი ჯერ გიორგი ბოდიშ-გიხტი, აი არ გჯერათ ამ ინტერვიუს შემთხვევითობის და აი თავად რატო თulis საჭიროთ, რომ უნდა თქვას, რომ ეს შემთხვევითი ამბავი იყო, ხო? რა თქმა უნდა, მათ უნდა გაზომონ, მათ არიციან საზოგადოების რეაქცია რა იქნება, იმიტომ რომ მაგალითად CRRS-ის კვლევაში 70%-ზე მეტი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და ეს საზოგადოებაში გამჯდარი არის, მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნება აი ამ კამპანიური ხასიათის მეთოდებით ცდილობს ნელ-ნელა გააბათილოს ან შეამციროს, დაამცროს რუსეთის მტრობა. ნაწილი საზოგადოებისას აშინებს, ანუ შიშის კულტივირებას ცდილობს, რომ რუსეთი ომს დაიწყებს საქართველოში და ამით ცდილობს. მეორე ნაწილისთვის ასევე თავისი ამორჩეველი იქნება თუ ის მეტნაკლებად ნეიტრალური ადამიანისთვის რუსი ტურისტების, რუსების რაღაცა დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს, რომ როგორ უყვარს მაგალითად მათ ხაჭაპური ხინკალი და როგორ ესაუბრება კალაძე მათივე ენაზე, ხო? ანუ ნორმალიზება, როდესაც გინდა სიტუაციის შექმნა საზოგადოებაში, ის რაც ბუნებრივად ბრას იწევს საზოგადოებაში, ის ან უნდა გაამასხარაო, ან გააშარჟო, ან უნდა ცადო იმის მომრგვალება, პროპაგანდა ასე მუშაობს. და ქართული ოცნება დღემდე ბოლო 14 წლის მანძილზე დგას პროპაგანდაზე. მთლიანად მათი არსებობა დამოკიდებულია პროპაგანდაზე, იმ ქსელებზე, რაზეც აქვთ აწყობილი მთლიანი ნარატიული ხაზი. ამ ტროლების ფაბრიკებით დაწყებული, ხო? ეხლა რატო ვამბობ, რომ კალაძის ეს ნათქვამი არ არის შემთხვევითი? ანუ არც ეს შეხვედრა, არც მისი შინაარსი და არც ახსნა, რომ ეს იყო შემთხვევითი. რა თქმა უნდა, ახლა კალაძე პირდაპირ ვერ იტყოდა, რომ ეს მივიდა და დაუჯდა იქ და ესაუბრა, მას ამას ღიად ჯერ ვერ აკეთებს ამას ქართული ოცნება, ჯერ ამისთვის საზოგადოება უნდა მოამზადო, უნდა მოამრგვალო სიტუაცია, რომ საზოგადოებას პროტესტი არ ქონდეს. თუ გახსოვთ რუსეთის ტურისტების შემოდინებაზე, როდესაც ძალიან მკაცრი რეაქცია იყო საზოგადოების 20-22 წელს, მაშინ ქართულმა ოცნებამ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ რაღაცა ქართველები ფაშისტები არ ვართ, მოყარე ერი ვართ და ჩვენ მას უნდა გაუფრთხილდეთ და ასე შემდეგ. 4 წლის თავზე აღმოჩნდა, რომ რუსულ კომპანიებს ხელს უწყობენ სანქციების თავისუფლებაში, ქართული ოცნება ეხმარება რუსეთს, რუსეთი საქართველოს ბიტკოინების ქარხნებიდან დახმარებით აწარმოებს, აძლიერებს ომს უკრაინაში და ამით ასაზრდოებს მის ომს და ხალხის განადგურებას უკრაინაში. აი ასე აღმოჩნდება ხოლმე მერე რაღაცეები. ამიტომ უწყინარი ქცევა კალაძის, რომლებიც წმინდა ვერტიკალს ემორჩილებიან, არ ხდება ქართულ ოცნებაში, ისინი რომ ერთ დირექტივას არ ემორჩილებოდნენ, ანუ მათი არც ერთი ნაბიჯი არ არის თვით ინტუიციით ნაკარნახევი და გადადგმული. ანუ ყოველთვის ასე ხდება და რა მიმყარებს ამ არგუმენტს კიდევ ის, რომ ბოლოს რაღაც ერთი კვირა არის ტროლების ფაბრიკები ინტენსიურად ლობირებენ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის საკითხს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს. და ეს არის მთავარი ამბავი, რასაც დევს ლანგარზე ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, რომ ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკურ ველზე არის სრულ კოლაფში მოქცეული. ის გადატვირთვა, რაც უნდოდა მაგალითად ამერიკასთან არ ხდება და შენიშვნაზე მოსდის ქართულ ოცნებას. სანქციები, რასაც ამერიკა აწესებს, რაც
ბრიტანეთმა დააწესა, რაც ევროკავშირმა დააწესა, კოლაფსში აქცევს ქართულ ოცნებას, მის გეოპოლიტიკურ არჩევანს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ქართულ ოცნებას დასჭირდება ღიად თქვას, რომ რუსეთთან ურთიერთობები გადასატვირთია. ამისთვის მომზადებაა საჭირო. კარგი, ეხლა თქვენზე მინდა კითხოთ, ეს ხებსაც დაუსვი ეს კითხვა, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მეტწილად თქვენ აღწერთ სწორედ ოცნებას და ასევე პოლიტიკოსები ობესიდა ხშირად უწუნებენ, რომ აი ოცნების დღის წესრიგზე უწევთ კომენტირება. ეხლა აი საკითხზე სხვათა შორის, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ შიშის კულტივირებას ცდილობდა, ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული კამპანია, რომელიც ოცნებამ აწარმოა და თქვენი ან ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებიც აღიარებენ ამას, რომ თავის დროზე ამ საკითხის ნიველირებით შეცდომა დაუშვეს. მე არ ვფიქრობ ასე, მაგრამ გეტყვით რატო? კი ბატონო, ბევრი ფიქრობს და სხვათა შორის ჩვენს ეთერშიც ამაზე წინა საათებში ისაუბრეს. აი თქვენ ახსენეთ, რომ ოცნების პოლიტიკა თანმიმდევრულია. და აი ეს როგორ ფიქრობთ, ანუ არის ხელისუფლების კრიტიკოსების ძლიერი მხარე თანმიმდევრულობა ამა თუ იმ საკითხზე? აი თქვენ თანმიმდევრული არ არის? ამას ასევე თანმიმდევრულად უნდა უპირისპირდეს ნებისმიერი ჯგუფი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩაანაცვლოს ქართული ოცნება და მოვიდეს ხელისუფლებაში და ამტკიცებს, რომ მას ბევრად დიდი მხარდაჭერა აქვს ვიდრე ქართულ ოცნებას ჯამში. ნახეთ, კი, სწორი ხართ ამ მეორე ნაწილში, მაგრამ დავიწყოთ პირველი კითხვით. რატომ არ ფიქრობ, რომ ამ კამპანიამ ომის შიშის კულტივირებამ რეალურად იმუშავა? ჩვენ ნახეთ გაყალბებული არჩევნები, რომელიც იყო 12%-იანი გაყალბება. აი აქაც კი არ არის საერთო აზრი ოპოზიციური პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომ ამან იმუშავა ან არ იმუშავა. ქართულ ოცნებას თუ 12%-იანი გაყალბება არ დაჭირდებოდა და ეს იყო 12%-იანი გაყალბება ეგზიტ პოლებსა და დადებულ შედეგებს შორის, იყოს ხვაობა 12%, მაშინ რატო დაჭირდებოდა ელექტრონული გაყალბების ამხელა სქემის შემუშავება, რასაც თქვენს ეთერშივე ისაუბრეს ადამიანებმა ეს რიცხვები შესაძლოა იყოს სადავო, გიორგი, მოდი აი თქვენზე მითხარით კონკრეტულად, როგორ ხედავთ ამ საკითხს და თქვენი თანმიმდევრულობა რაში უნდა მდგომარეობდეს იმ ძალის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ჩაანაცვლოს ქართული ოცნება. თქვენ რას თავაზობთ? ხო, თანმიმდევრული პოლიტიკას მნიშვნელოვანი არის ოპოზიციის კუთხიდანაც, ვინაიდან ქართული ოცნება დგას ერთ ვერტიკალზე, ერთ ბრძანებაზე, ტროლების ფაბრიკაზე, სინქრონიზაციულ მოქმედებაზე და ერთმანეთის ურთიერთ მხარდაჭერაზე. მანაირად ქართული ოცნება ვერ გადარჩება. დღევანდელი ოპოზიცია და არა მარტო დღევანდელი, ზოგადად ოპოზიციას ყოველთვის უჭირდა და გვიჭირდა ერთიანობის შენარჩუნება კრიზისულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხვალ შეიძლება რუსეთმა მიერთოს ოფიციალურად საქართველო. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მომავალი ევროკავშირშია და ჩვენმა ვიბრძოლოთ ამისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ კარგავთ ჩვენ ქვეყანას თუ არ ვიმოქმედებთ, ამ სიტყვების უკან შინაარსიც უნდა ჩავდოთ. როგორ დაიჯერებს საზოგადოება იმ ოპოზიციის ლაპარაკს, როდესაც ერთი სიტყვით ამბობს, რომ ქვეყანას ვკარგავ, მეორე დღეს გამოდის და ან იმ დღესვე გამოდის და ერთმანეთს თავს ესხმის. ეს წარმოუდგენელი არის საზოგადოება ასეთ ოპოზიციას ენდოს. ანუ ღიად გეუბნებით, ასეთ ოპოზიციას. რამდენი წელი ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი? ამას ნახეთ, წარმოუდგენელია. ხო, წარმოუდგენელია, რომ ამდენი წელი ამაზეა ლაპარაკი. ამიტომ არის, რომ ქართული ოცნება დღემდე თანმიმდევრულად სტრუქტურულად მიყვება თავის საქმეს და ოპოზიცია დღესაც პრობლემა აქვს იმის გარშემო, რომ ერთიანობა დადგეს. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, ზუსტად ხო ვიცით, რომ ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლად ვერ მოიგებს არჩევნებს, ვერ მოუგებს ქართულ ოცნებას არჩევნებს. მით უმეტეს იმ გაყალბებული სქემის, რაც მათ აქვს დაწყობილი, ვერ შეძლებს ქართული ოცნების დამარცხებას იმ ძალის, რაც ქართულ ოცნებას დღემდე შემორჩენილი აქვს, მიუხედავად მათ დასუსტებისა. ამიტომ გადარჩენა და ჩვენი ერთობლივი ძალის გამოსხივება მხოლოდ არის ერთობაში, თანმიმდევრულობაში. არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც უცებ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს, ეს გზაც სწორი იყოს. მეორე ოპოზიციამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მეორე გამოაცხადოს, რომ ქოცების ნებისმიერ არჩევნებში შევა, რაც არ უნდა იყოს, ესეც სწორი იყოს და არ იყოს ასევე დანარჩენი პარტიების არჩევანი, რომ სანამ არ მოვიპოვებთ თავისუფალ არჩევნებს, ანუ ესეც სწორი იყოს. ანუ სამი გზავნილი ისმის, რომელიც საზოგადოებას აბნევს. ის გზავნილები, რომელიც ერთი პარლამენტიდან ჟღერდება, რომელიც არაფერს არ გაძლევს, მეორე ეთერებიდან ჟღერდება, რომელიც არაფერს არ გაძლევს, საზოგადოებას აბნევს. მაშინ თუ ქვეყანას ვკარგავთ, თუ ქვეყნის რუსეთიზაცია იწყება, თუ ჩვენ რუსეთი უნდა გავხდეთ ხვალ თუ არა ზეგ, მაშინ რა ნებისმიერ არჩევნებში შევეტენები, ამის ლობირებას ახდენ, პარლამენტიდან ვიბრძოლებ, რანაირად ახდენ ამის ლობირებას, ანუ მაშინ გამოდის, რომ საზოგადოებას ატყუებ, ხო? ანუ არა ხარ გულწრფელი იმაში, რასაც ამბობდა. ქართული ოცნება ამაზე ხეირობს, ცხადია და დღეს რო
შეუბნება რომ კალაძე კარგია რუსული ხაჭაპურს და რაღაცა მწვადებს უნდა გაუცინოს და უღიმოს და ელაპარაკოს რუსულით, ზეგ გეტყვის რომ ხვალ დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღვადგინო რუსეთთან და ეს სწორია. სხვა ყველა შემთხვევაში ჩვენ ეკონომიკურად გაგვიჭირდება, სხვა ყველა შემთხვევაში რუსეთი ომს დაიწყებს ჩვენთან. ანუ ამ შემთხვევაში რას ვაპირებთ? ანუ რუსებთან დალაგებული ურთიერთობით მე ისევ არჩევნებში შევდივარ და ისევ ოცნებას ვეჯიბრებით. რას ვაპირებთ? ხო აი ამას სანამ არ გაიაზრებს ნებისმიერი ოპოზიცია და სანამ არ იტყვის რომ ჩვენ ყველა ერთად ვდგებით ყველანაირ არჩევნებს რომელიც არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი ვუცხადებთ ბოიკოტს ამ ქვეყანაში არ ჩატარდება არჩევნები ერთობლივად ერთად ვივლით და დაველაპარაკებით ხალხს რომ ივანიშვილის რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს რომ ეს ქვეყანა გახდეს რუსეთი სანამ 100,000-ობით ადამიანს არ დავაჯერებ და ქუჩაში არ გამოვიყვან და არ ვაიძულებთ ივანიშვილის რეჟიმს რომ დათმოს ძალაუფლება მანამდე ის თანმიმდევრულ პოლიტიკას რაც აქვს დაწყებული ბოლომდე მიიყვანს. ოღონდ აი ამ შემთხვევაში სანამ ბოლომდე რომ მიიყვანს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებენ. ეს რატო არ არის საგრძნობი თქვენში, ანუ გულისხმობ ოპოზიციაში აგულისხმობ ყველა ჯგუფს ერთმანეთისთვის. ანუ აი, როდესაც ახსენე დაბნეულობა, აი წარმოიდგინე რომ თუ თქვათ ერთმანეთს ვერ აგებინებთ ამ ამბავს, მაშინ მოქალაქემ რა ქნას. არა, იმიტომ რომ პარტიული ნაწილი შემდეგ ყვება იმას, რასაც იმ მომენტში თავაზობენ, ამაზე ამბობს რომ შესაძლოა ისევ ეს იყოს. მისაღები ვიდრე ის რაღაცა, რაზეც შეთანხმება ახლა ვერ ხერხდება. ხო, მესმის და სწორედ აქ არის. იგი გეთანხმები არის ხა მარტო ეთერებში ხო არ ვსხედვართ და დახურულო პროცესის ნაწილი ვარ და დავდივართ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ კითხვებს სვამს ხალხი. ხალხი სვამს და ჩვენ ვსვავთ და ყველა ვსვამთ ამ კითხვას. მაგრამ როგორც ჩანს, პირადი პარტიული აჯენდის მიღმა ძალიან უჭირს ასევე ოპოზიციის სპექტრს პარტიული იქნება ეს აპარტიულებს როგორც ეძახიან ასევე თუ პარტიიდან გასულებს და ისე პოლიტიკაში დარჩენილებს უჭირთ იმის გააზრება ბოლომდე რაზეა წამსვლელი ქართული ოცნება. ოღონდ ბოლო 14 წლის მანძილზე ყველა ამტკიცებდა რომ ივანიშვილი არის რუსი. ოღონდ ამისთვის ერთიანობა კი არ შეინარჩუნეს, ამისთვის საერთო ძალები კი არ გააერთიანეს. ანუ ისევ რაღაცა ვიწრო პარტიული აჯენდებით ვინ იქნება პირველი ოპოზიციონერი, ვინ იქნება მეორე ოპოზიციონერი, ამაზე დადის საბოლოოდ პარტიული არჩევანი, როგორ ვიმოქმედოთ. ანუ ძალიან სამწუხარო არის ის, რაც ალიანსის ფორმატში მოხდა 26 მაისის შემდეგ, იმ წარმატებული აქციის, როდესაც ჩვენ შეგვეძლო ურთიერთობები ისე გადატვირთულიყო და საზოგადოება დაგვერწმუნებინა, მათ შორის ძალიან სამწუხაროა, რომ ლელო ამას არ შემოუერთდა და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ გახარიას პარტია საერთოდ პარლამენტში შევიდა. ანუ ეს თანმიმდევრულობა არსად არასდროს არ გამოსხივდა და სადაც გამოსხივდა, იქაც ისე იმუშავეს, თუნდაც ალიანსის შიგნით არსებულმა წევრებმა, რომ ესეც კი დაასუსტეს. ვინ გაძლიერდა? ბიძინა ივანიშვილი, რომ დღეს გამოგიცხადა, რომ რუსი ტურისტი კარგია, რუსეთმა კი არ დაიწყო ომი, სააკაშვილმა დაიწყო ომი და ზეგ გეტყვის რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობები უნდა აღვადგინო, იმიტომ რომ თუ არ გინდა პუტინმა ბომბი გესროლოს, თუ გინდა რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, თუ გინდათ რომ ივანიშვილი გადავარჩინოთ ეს ქვეყანა როგორც სახელმწიფო და მე იმასაც მოგატყუებენ რომ უნდა გავაერთიანოთ, იმიტომ რომ ტროლები მაგასაც წერენ რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით თურმე ქვეყნის ტერიტორიულ თვლიანობას აღვადგენთ. ანუ თქვენი ცით გასაღები რა არის? აქ ამ გასაღები არის ეს. გამოსავალი და სხვებმა არიციან. ანუ ეხლა რაც თქვი, მომეჩვენა რომ ცოტა იმას ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ანუ თუ ვიღაცა მიცის უნივერსალური გზა, მაშინ ეს გზა ჩვენ ამის შედეგიც უნდა გვენახა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში პოლიტიკოსები ამტკიცებენ რომ მათ იციან ეს გზები რა არის, მაგრამ ამას არ აქვს შესაბამისი ელექტორალური მაგას ამბობ, როდესაც ქვეყანას კარგავ ამბობ ტექსტს და ამას 14 წელი ლაპარაკობ და შინაარს არ დებ შიგნით, საქმეს არ დებ შიგნით, დამაჯერებლობას კარგავ და იგივე განმეორდა და მეორდება და ერთი და იგივე წრე არის ამდენი ხნის მანძილზე, რომ რაღაცას ლაპარაკობ, მაგრამ იმას არ გულისხმობ, იმიტომ რომ თუ იმას გულისხმობ, მაშინ ეს პრობლემები შიდა პარტიული, რაღაცა პარტიული აჯენდებით მოძრაობა, მე ვიქნები პირველი ოპოზიციონერი, შენ იქნები, იმას ნომერი მოპარა, ამას ნომერი მოპარა, ანუ ეს აღარ იქნება. მადლობა. ამიტომ თუ გვინდა ამას შევეწინააღმდეგოთ, მართლა გვინდა, მართლა გვჯერა იმის, რომ ზეგ ივანიშვილი მართლა რუსეთს მიგვაერთებს, მაშინ ფორმატები უნდა შეიცვალოს და ერთმანეთთან დამოკიდებულობაც უნდა შეიცვალოს. დიდი მადლობა. მადლობა, გიორგი, დაგემშვიდობები. გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში. მე